მოგესალმებით, მე ვარ თეონა ბაღდავაძე და ეს არის ჩვენი YouTube არხი უმრავლესობა და მე ვარ გადაცემა პროპაგანდის პირისპირ წამყვანი. ამბობენ, რომ დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო, თუმცა საბედნიეროდ ყველა დიდებული ადამიანი უძეგლოდ არ იკარგება. ზუსტად ესეთი იყო თემურ უგულავა, ადამიანი, რომელიც დააკლდება არა მხოლოდ მის სამეგობროს, მის ოჯახს, მის კოლექტივს, ქალაქს, ქვეყანას, არამედ ბიზნეს საზოგადოებას, რომლების წარმომადგენლებისგან ხშირად გამიგია, რომ ისინი ამბობდნენ, რომ თემურისგან ბევრს სწავლობდნენ ქვეყნის სიყვარულს, ჯიუტ ოპტიმიზმს და ადამიანებში რწმენას. ალბათ ეს გამოარჩევდა ძალიან რთულია მასზე წარსულ დროში საუბარი თემურ უგულავას სხვა ბიზნესმენებისგან, სიყვარული იმ საქმის მიმართ და იმ ქვეყნის მიმართ, რომელშიც ის ამდენი წლის განმავლობაში ქმნიდა გამორჩეულ, ერთმანეთისგან განსხვავებულ და თითქმის შეუძლებელ პროექტებს. პირველად არასდროს დამავიწყდება, როდესაც სტამბაში მოვხვდი და პირველი ჩემი რეაქცია იყო არა მხოლოდ ის ინფრასტრუქტურა, არა ის ინტერიერის დიზაინი, ან თუნდაც საკვები, რომელიც მირთმევად იქ შეგეძლო, არამედ დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, რომლებიც მომსახურების სფეროში მუშაობენ, ეგრეთ წოდებული ჰოსპიტალიტის წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებმაც იგრძნეს თავი განსაკუთრებულად, რომლებმაც თავი იგრძნეს განსაკუთრებულ ნაწილად ქართული სტუმართმასპინძლობის. ჩემთვის თემურ უგულავას პროექტები, სტამბა, ჩემი საყვარელი რუმსი ბათუმში, თბილისში, ადელის პროექტი, უამრავი ფაბრიკა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სუბკულტურების განვითარებისთვის, წარმოადგენს ზუსტად იმ ევროპული საქართველოს სახეს, რომელსაც ჩვენ ერთად ვაშენებთ და თემურ უგულავას ადგილი ამ ევროპულ სახეში და ამ ევროპულ სახლში, რომლის ნაწილით საქართველო აუცილებლად გახდება, ყოველთვის ფასდაუდებელი იქნება. ყველაზე მეტად, როდესაც თემურზე საუბრობ, ალბათ მიმახსოვრება კადრები, როდესაც მისი თანამშრომლები თითო-თითო ყვავილს ტოვებდნენ სტამბის ეზოში, როგორც სიმბოლოს, ჩუმ სიმბოლოს იმ პატივისცემის და იმ სიყვარულისა და იმ დაჯერებისა, რომ ადამიანები გაცილებით უკეთესები არიან და მათ ბევრად მეტი რაღაც გაკეთება შეუძლიათ ერთად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თემურის დიდი სახელი აუცილებლად გაგრძელდება იმ პროექტებში, რომელმაც გვაჩვენა, რომ ჩვენ ღირსები ვართ, რომ ვიყოთ დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი. ძალიან დატვირთული კვირა აღმოჩნდა ემოციურად, ადამიანურად და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მორალურად, იმიტომ რომ ელენე ხოშტარია ჩვენმა მეგობარმა, ქალმა, რომელმაც თავი გადადო უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და 4 შვილის დედა, რომელიც კახა კალაძის ბანერზე წარწერის გამო ციხეში ზის, თქვა და ელენეს ვინც იცნობს ხვდება, რომ მისთვის არ იქნებოდა მარტივ გადაწყვეტილება, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. მინდა მოვუყვე თუ რა მორალური დეგრადაციის კიდევ ერთი წახნაგი გვაჩვენა ტელეკომპანია იმედმა, სანქცირებულმა ტელეკომპანია იმედმა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უცებ აღმოჩნდა, რომ პენტენციური სისტემიდან პატიმარი ქალი რეკავს ტელეკომპანია იმედში, იცით რომ ქალების დიდ ნაწილს შეზღუდული აქვთ ზარების რაოდენობა და ამ ქალმა რატომღაც იპოვა ტელეკომპანია იმედის პროდიუსერის ნომერი, მასაც ჰქონდა ჩამწერი გვერდით რა უცნაური დამთხოვაა და ზის და აქებს როგორც სისტემას, ასევე ქალების პირობებს, თითქოს ეს პატიმარი ქალი არის ექიმი და იცის ელენეს მდგომარეობა. ჩემთვის ძალიან რთულია ამ მორალური დეგრადაციის ყურება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ყველას გითხრათ, რომ ესეთი არ არიან ქართველები, ესეთი არ არიან ქართველი ქალები და ესეთი არ არიან ქართველი დედები. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ სისტემა იყენებს სათავისოდ. ამ სისტემას ჭირდება მათი მორჩილება და მათი შიშით მართვა, რასაც ისინი ხშირ შემთხვევაში ახერხებენ და ამას პლუს დამატებული ტროლების და ბოტების არმია, რომლებიც მართლა გაუგონა რაღაცებს წერენ 4 შვილის დედაზე. თუმცა ეს ყველაფერი არის იმ ერთი დიდი სტრატეგიის ნაწილი, რომელსაც
ბევრი ადამიანი ჰანა არენტიდან დაწყებული ბევრი მკვლევარი, რომელიც ზოგადად მუშაობს პროპაგანდის და ტოტალიტარიზმის თემაზე, ეძახის დასწავლილ უსუსურობას. როდესაც ადამიანი ხვდება, რომ ის ძალიან დიდი ძალის წინააღმდეგ იბრძვის და მას ამ ბრძოლის ძალა ეცლება, ყოველთვის ცდილობს, რომ დაისწავლოს სიჩუმე, უსუსურობა და კონფორმიზმი. ერთადერთი პასუხი ესეთ სიტუაციაში, როგორც შეგვიძლია ჩვენ ამ ადამიანებს გავცეთ, რომ ისინი არ არიან მარტო, რომ აქეთ მხარეს დგას სოლიდარული საზოგადოება, რომლებსაც შეუძლია, რომ დუშინის სინდრომის მქონე ბავშვების საჭიროებისთვის რამდენიმე დღეში მილიონობით ლარი ააგროვოს, რამდენიმე მილიონი ლარი ააგროვოს და ეს ყველაფერი მოხდეს იმ თითო ლარის ხარჯზე, რომელიც ადამიანებმა საკუთარ თავს მოაკლეს. ემიგრანტების დიდი ნაწილი, რომლებსაც მართლა ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა, რომ საკუთარი ოჯახი გამოყვებონ და ამ ადამიანებს დღეს არჩევანის უფლებაც კი წაართვა ხელისუფლება, ყოველთვიურად რიცხავენ თანხას პატიმრების ფონდში. ასე რომ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ბევრად უფრო სოლიდარული საზოგადოება ვართ, ვიდრე წარმოგვედგინა და ამ სოლიდარობას ვერ მოერევა ვერც ის შიში, ვერც ის ნიჰილიზმი და აპათია, რის ჩვენებასაც ქართული ოცნება საკუთარი პროპაგანდისტული მედიის მეშვეობით და ტროლების ყალბი ილუზიური სამყაროს მეშვეობით ქმნის. სოლიდარობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ციხეში შეთეთქმული ბრალდებების გამო, განსაკუთრებული სოლიდარობა ჩემგან გოგი ჩახუნაშვილს, ექიმს, რომელმაც დაახლოებით 300,000 ბავშვი გასინჯა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და მას იყვებიან საოცარ ისტორიებს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდებოდა შაუბნელ 90-იან წლებში, როდესაც ექიმის და წამლის შოვნა განსაკუთრებით რეგიონებში იყო წარმოუდგენელი თითქმის და ბატონი გოგი თვითონ დადიოდა საკუთარი სახსრებით და მას არ ეზარებოდა ყველაზე მივარდნილ სოფელშიც კი მისულიყო და ადამიანებისთვის ყველაზე კეთილშობილური რამ გაეკეთებინა, შვილები გადაერჩინა. რატომ ერჩიან რეჟიმის წარმომადგენლები ექიმებს, ახალგაზრდა დედებს, რატომ ერჩიან გამორჩეულ ადამიანებს, როგორებიც არიან მსახიობები, პოეტები, ამას აქვს თავისი ახსნა. ისინი ამას აკეთებენ ჩვენი დემორალიზაციისთვის, იმიტომ რომ არსებობს ხელშეუხებელი პროფესიები, მაგალითად ექიმები და ბატონი გოგი ზუსტად თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ფიზიოლოგიური ხსნარით ცდილობდა ადამიანები გადაერჩინა სერიოზული დაზიანებისგან, მაგრამ მეორე მხრივ არსებობს ეგრეთ წოდებული ეთიკური დამოკიდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ ვიცით, რომ ექიმი არის ხელშეუხებელი და ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ უნდა საუბრობდნენ სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები. რეჟიმის ცინიზმი ზუსტად ამაში მდგომარეობს, რომ ისინი ცდილობენ გვაჩვენონ, რომ არავინ არის ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში და შენ არანაირი შენი სტატუსი, არანაირი შენი ქვეყნის წინაშე არსებული დამსახურებები არ დაგიცავს იმისგან, რომ სახელმწიფომ გამოგაცხადოს კრიმინალად. ისევ და ისევ მივუბრუნდები ჩვენ საყვარელ ფილმს მონანიებას, სადაც კახი კავსაძის გმირი ამბობს, რომ როდესაც ასობით 1000 ადამიანს დაიჭერენ და ეს უსამართლობა როდესაც ზემოთ მივა, მაშინ ყველაფერს გაიგებს. საბედნიეროდ 21 საუკუნეში, განსაკუთრებით ქართული ოცნების პირობებში, ყველამ ძალიან მარტივად და სწრაფად გაიგო, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ერთი კაცის ფულის შენარჩუნებას ემსახურება. ხოლო ბატონი გოგი, ელენე, რომელიც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგად იქნება და მის ჯანმრთელობას შეუქცევდი პრობლემები არ მოყვება და ყველა ის ადამიანი, ვინც უსამართლოდ იხდის სასჯელს რეჟიმის წინაშე, არიან ის გმირები, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ, რომ დაგვარწმუნონ თუ როგორი სოლიდარული, ემპათიური და ადამიანებზე ორიენტირებულები ვართ ჩვენ და როგორი განსხვავებულია ქართული ოცნების მმართველობა და როგორც ცდილობენ ისინი ყოველდღე მიგვაჩვიონ იმას, რომ არავინ არის ხელშეუხებელი, არც ერთი ადამიანი, ვინც რეჟიმისთვის არ არის კომფორტული. სკროლასკრინის სააგენტომ მთელი დატვირთვით დაიწყო მუშაობა და გამოავლინა უმნიშვნელოვანესი ტრანსნაციონალური დანაშაულებები, როგორიც არის მამუკა მდინარაძის ლანძღვა და ბიძინა ივანიშვილის წყევლა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უკვე ყველა საერთაშორისო ანგარიშის მიხედვით გახდა კრიმინალური საქმიანობის შაუბნელ ბუდეთ, იქნება ეს ნარკოტიკი, იქნება ეს არალეგალური პროსტიტუცია, თუ იქნება კოლ-ცენტრები, რომლის არსებობაც ყველაზე კარგად ქართული ოცნების წარმომადგენლებმა იციან, სხვა შორის რამდენიმე ციხეში მოხდა ამის გამო. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა დღეს არის, რომ გააკონტროლონ ინტერნეტში, ვინ მოიხსენიებს ცუდად
მამუკა მდინარეძეს და ვირას უსურვებს ბიძინა ივანიშვილს. ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, გარდა იმისა, რომ ეს აბსურდული კანონი არის ადამიანის უფლებების დარღვევა, მთავარი ამოცანა არის აქ ადამიანებისთვის საინფორმაციო ველის, ესე ვთქვათ, მოსუფთავება, ანუ იმის თქმა, რომ ადამიანებს აღარ ექნებათ საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა. თუმცა ძალიან კარგად იცით თქვენს, რომ როდესაც ამ ტიპის ინფორმაციის შეზღუდვა ხდება, ანუ ამ ტიპის შესაძლებლობის შეზღუდვა ხდება, ადამიანები კიდევ უფრო ბრაზდებიან და არც ერთ ქვეყანაში ინტერნეტ ცენზურას არ მოუტანია არაფერი კარგი და მინდა ქართულ ოცნებას ვთხოვო, რომ დაგუგლოს ან ChatGPT-ს კითხოს, როგორ დაიწყო არაბული გაზაფხული. დარწმუნებული ვარ, ბევრ საინტერესო და სახალისო მაგალითს გამოიტანენ ამ ძალიან საინტერესო პროცესებიდან, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი მიზეზი, რის გამოც მოხდა 21 საუკუნეში ყველაზე დიდი ცვლილება, ზუსტად იყო Twitter-ის და სოციალური ქსელების შეზღუდვა. ქართულ ოცნებას ურჩევ, რომ რეალური დანაშაულებებით დაკავდეს, რეალური დანაშაულებებით, რომელიც ყოველდღე ჩვენ წვირწინ ხდება, რომელსაც ისინი ძალიან დიდ ნაწილში კარგად ხედავენ და ძალიან კარგად იციან და შეეშვენ ადამიანების დაშინებას, იმიტომ რომ კიდევ ხსნი, რომ ჩვენ ვართ სოლიდარული საზოგადოება და არაფერი ქართველს ისე არ აბრაზებს, როგორც სხვა ადამიანი, რომელსაც უსამართლოდ ჩაგრავენ. ჟამი ქვების შეგროვებისა და ჟამის როლისა. ესე გამოიყურება, ვფიქრობ, ქართული პოლიტიკა, როდესაც დაგროვდა რაღაც კითხვები, რომლებსაც ერთმანეთთან მიმართებაშიც ქართული ოპოზიცია ცდილობს, რომ თვითგამორკვევის პროცესში შევიდეს. ეს არ არის მარტივი პროცესი, განსაკუთრებით იმის გააზრებით, რომ ყველაზე მეტად ოპოზიციის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ერთმანეთთან მიმართებაში ქართულ ოცნებას აძლიერებს. თუმცა მეორეს მხრივ ამ კითხვების ჩუმად დასმის ვერანაირ აუცილებლობას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს სიმართლე. ხოლო სიმართლე ერთია. ნებისმიერი ადამიანი ან ნებისმიერი პარტია, ვინც დღეს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო საქმეს აკეთებს, რაც შეიძლება გულისხმობდეს ოპოზიციურ ტელევიზიაზე, მაგალითად ფორმულაზე თავდასხმას ოპოზიციონერებისგან, რაც ჩემთვის გაუგონარია, აკეთებს ბიძინა ივანიშვილის საქმეს. აქვე მინდა ვთქვა, რომ მედიის თავისუფლების ხარისხი საქართველოში უფრო და უფრო მცირდება, ამას ბევრი საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, თუმცა საპირწონედ მცირდება ფინანსური კაპიტალი და შემოსავლები პროპაგანდისტული მედიის. თავიდან, როდესაც ტელეკომპანია იმედი დაასანქცია დიდმა ბრიტანეთმა, სხვათა შორის ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში, მიუხედავად რუსული გავლენებისა, მედიები არ არიან დასანქცირებულები და ბრიტანეთს ძალიან მაღალი მტკიცების ხარისხი აქვს, როდესაც სანქციებზე მიდგება საქმე და შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით კარგად ხედავენ იმ პროპაგანდის სიმძიმეს და დამაზიანებლობას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარების გზაზე, რასაც ეს ტელეკომპანია პოზიტივისთან ერთად აკეთებს. ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი ასევე იმედის პროპაგანდისტულ ნარატივს აყვანა, ამბობენ, რომ სანქციები ამ კომპანიას არაფერს არ დააკლებს, გამოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც რამდენიმე ათეული ათასი ხელფასი აქვთ და საკუთარ ღარიბ ამომრჩევლებს, რომლებსაც მართლა პურის ფული არ აქვთ, ფუნტები უფრიალეს ცხვირწინ. ამ საკითხის ირონიულობაზე ცალკე ვისაუბრებ, მაგრამ ახლა უკვე მინდა ვისაუბრო სანქციების რეალურ შედეგზე. გუშინ და დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ორი ყველაზე მსხვილი რეკლამის განმთავსებელი კომპანია და ორი ყველაზე მსხვილი საყოფაცხოვრებო ბრენდი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრს გინახავთ კვირს გაქვთ სახლში, Nescafe და Procter & Gamble წყვეტენ ურთიერთობას ტელეკომპანია იმედთან, იმიტომ რომ სათავო ოფისი მიხვდა, რომ შეიძლება მეორადი სანქციების საშიშროების ქვეშ აღმოჩნდნენ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ამ ყველაფერს მიყვება სარეკლამო ბაზრის ცვლილება და აბსოლუტურად შემცირდება სარეკლამო შემოსავლები ტელეკომპანია იმედზე ერთი მარტივი მიზეზის გამო. ყველა ქართულ და უცხოურ კომპანიას შეეშინდება მეორად სანქციებში მოყოლა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც ტელეკომპანია იმედზე არსებობს და რომელიც სხვათა შორის ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის სერიოზული პრობლემაა, კიდევ უფრო გაიზრდება ბიზნესის კუთხით. ხოლო რაც შეეხება იმ ხდალ ბიზნესს, რომელზე ახლა ცალკე ვისაუბრებ, მეტი мотиваცია ექნება, რომ გვერდში დაუდგნენ იმ ადამიანებს, რომლებიც უანაგაროდ ხშირად საკუთარი სიცოცხლის და საკუთარი აბსოლუტურად განულებული ფინანსური რესურსების ხარჯზე იბრძვიან საქართველოს სუვერენიტეტის აღსადგენად.
ეს კვირა რაღაცნაირად პასუხგაუცემელ კითხვებზე პასუხის მიღების მცდელობად შეიძლება შეფასდეს ოპოზიციურ სპექტრში და მე ამაში ცუც ვერაფერს ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ არ არის დაფარული რაც არ გაცხადდეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს კითხვა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, თუნდაც ოპოზიციური სპექტრის ყალბერთობასთან მიმართებაში იყოს პასუხგაცემული იმისთვის, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა შეძლოს და დაიბრუნოს ის ნდობა და ის ძალა, რაც აუცილებელია ქართული ოცნების დასამარცხებლად. მეც მაქვს რამდენიმე კითხვა და იმედი მაქვს, რომ ოდესმე პასუხს გავიგებ, რამდენჯერმე დავსვი, მაგრამ ამ ეთერის მეშვეობითაც მინდა ვთქვა, როდესაც საპროტესტო აქციების ტალღა მოიცვა მთელი საქართველო, რამდენიმე ადამიანმა გამოიჩინა ძალიან იმ დროისთვის კეთილშობილი ინიციატივა და შექმნა სასწრაფოდ პლატფორმა, სადაც ქართული ბიზნესები რეგისტრირდებოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის ეს შეიძლება გამოწვევა და პრობლემა ყოფილიყო, ამბობდნენ, რომ ისინი არიან ერთგულები საქართველოს სუვერენიტეტის და საქართველოს ევროპული კურსის. ეს ინიციატივა უნდა გარდაქმნილიყო ქმედით ნაბიჯებად, იყო რამდენიმე შეხვედრა, სადაც მსხვილი და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლები შევხვდით ერთმანეთს, სადაც იყო საუბარი როგორც ბიზნესის ჩართულობაზე, ასევე გაფიცვებზე, რომლის რაღაც სიმბოლური მონაწილეობა რამდენიმე კომპანიამ შეძლო, მაგრამ ეს ინიციატივა აბსოლუტურად გაქრა ყოველგვარი ახსნა განმარტებების გარეშე. მე მაქვს კითხვა, როდესაც შენ ხარ ადამიანი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, რომ კერძო სექტორში იყო გამაერთიანებელი იმისთვის, რომ საქართველოს არ დაკარგოს თავისი ევროპული მომავალი და არ დაკარგოს სუვერენიტეტი და შემდეგ უბრალოდ პასუხსაც რო არცემ ადამიანებს, თუ სად წავიდა ინიციატივა, ან რა ბედი ეწია იმ გეგმებს, რომელიც აქტიურად გაგვაცანი, არის თუ არა ეს ბიზინა ივანიშვილისთვის სასარგებლო თამაში. მე ვფიქრობ, არის, იმიტომ რომ ზუსტად ესე იმუშავა 20 წელს ბელორუსში ლუკაშენკოს მიერ მართულმა რამდენიმე ჯგუფმა, რომელმაც ოპოზიციას და ბიზნესით შეიყვანა ჩიხში და ადამიანებს დაუკარგა სურვილი, რომ საერთოდ რაიმე ტიპის მონაწილეობა მიეღოთ საპროტესტო აქციებში. მე ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ესე არ მოხდა, თუმცა მინდა რომ ყველა ადამიანმა, ვინც ამ პროცესში ბიზინა ივანიშვილის მხარეს ნებითუნებ ითამაშოს, აუცილებლად საკუთარ თავში მოძებნოს ძალა და პასუხისმგებლობა აიღოს ამ საკითხს. იგივე და ვფიქრობ, რომ უფრო ლეგიტიმური კითხვა მაქვს ძალიან საინტერესო ინიციატივასთან, Prosperity ფონდთან, რომელსაც სანქციების სიაში მყოფი ირაკლი გილაურის ძმა ნიკა გილაური მართავდა. ნიკა გილაურის ფონდი Prosperity იყო შექმნილი რამდენიმე მიზნით, ერთ-ერთი მიზანი იყო მედიის პრაქტიკულად იმ მედიის დახმარება, რომლის გადარჩენაც ვერ მოხერხდა ფინანსური პრობლემების გამო და მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ადამიანებს მხარდაჭერა, ვინც სახელმწიფო სამსახურებიდან წამოვიდა, ზუსტად იმიტომ, რომ არ მოაწერეს ხელი რუსულ კანონში მონაწილეობას. მე თავიდანვე დავსვი ეს კითხვა, სხვათა შორის იმ შეხვედრაზე, როდესაც Prosperity-ს და free business-ის ესეთი პირდაპირ ურთიერთობა გამოიკვეთა, რომ ხომ არ იყო ეს ყველაფერი იმისთვის, რომ რაღაცნაირად შეექმნათ ილუზია დასავლელი პარტნიორებისთვის და ირაკლი გილაურის სახელი და გვარი ამოიღოთ სანქციების სიიდან. ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი ან საზოგადოებაში ადამიანი, რომელიც აზრის ფორმირებას ცდილობს, მოიქცევა ზუსტად ჩემნაირად და კითხვებს დასვამს იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც გააჩინეს რაღაცა ტიპის იმედი, შექმნეს დაპირებები და შემდეგ შარშანდელი თოვლივით გაიპარნენ საზოგადოებრივი ასპარეზით. რა სურთ ადამიანებს და რის ჩვენებას ცდილობს ქართული ოცნება დამახინჯებული რეალობის მეშვეობით. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო ყოველწლიური კვლევა, სადაც დასახელდა ტოპ 5 პრიორიტეტი, რაც საქართველოს მოსახლეობას არ აქვს მნიშვნელობა, ვის აძლევს ხმას, ოპოზიციურად არის განწყობილი თუ ქართული ოცნების მომხრე აწუხებს. რეკორდულად არის გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, 70%-ზე არის ასული იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც აწუხებს სიღარიბე. მეორე ადგილზე არის უმუშევრობა, ამას მოყვება უკვე ჯანდაცვა და განათლება. ისი თქვა მინდა, ადამიანების დიდი ნაწილი ყოველდღიურად იმისთვის ცხოვრობენ, რომ რაღაცნაირად შეძლონ ამ გაძვირებულ ფასებთან, რაღაცნაირად შეძლონ ამ ურთულეს ეკონომიკურ მდგომარეობასთან გამკლავება და ერთ-ერთი გზა, რომ ეს ყველაფერი მოხდეს, არის, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, გაუქმდეს რუსული კანონი, რომლის მეშვეობითაც ძალიან ბევრი საერთაშორისო ფინანსური შესაძლებლობა გადაიკეტა საქართველოსთვის და ადამიანებს მიეცეთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. აღარაფერს ვამბობ იმ გაძვირებულ და უსამართლოდ გაზრდილ ჯარიმებზე, რომლებსაც ადამიანები იხდიან თურმე იმისთვის, რომ
საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმოძრაუნდა იმ უაზრო დაპირებებზე, რომლის შედეგადაც მივიღეთ მხოლოდ ის, რომ ადამიანებმა დაიწყეს სახელმწიფომ გამოყო დამატებითი თანხა იმისთვის, რომ ფასდაკლებების შესახებ გაეკეთებინა ვებგვერდი. რას აკეთებს ქართული ოცნება? იმის ნაცვლად, რომ რომელიმე პრობლემასთან დაკავშირებით გვაჩვენო სტრატეგია, რას აპირებს უმუშევრობის დაძლევასთან დაკავშირებით ან სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით, ყალბი რეალობის მეშვეობით გვეუბნება, რომ ქართველი ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ევროპაში ქართველები არ გაათხოვონ. გარდა იმისა, რომ ამით ცდილობს გვაჩვენოს თუ რა დაბალი ინტელექტის და შესაძლებლობების მქონე საზოგადოებასთან გვაქვს ურთიერთობა, გვაჩვევს ამ ნარატივს, რომ თითქოს LGBT პროპაგანდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანებს აწუხებს. ცხადია, ესეთ ქვეყანაში, ტრადიციულ ქვეყანაში, რომლის საწყისები ძალიან ხშირად არის რელიგიური, არის ტრადიციული, არა ტრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებს მიერ დამოკიდებულება არის არაერთგვაროვანი. თუმცა ამ ადამიანების დაჩაგვრაზე, ამ ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუარესებაზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერა არავის არ ეკადრება. არ აქვს მნიშვნელობა ეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იქნება თუ ეს იქნება ხელისუფლების წარმომადგენელი. მთავარი არის გავიაზროთ, რომ ქართულ ადამიანს დღეს 70%-ს აწუხებს სიღარიბეს და აუცილებლად გაყვება იმ ლიდერს, რომელიც ზუსტად აუხსნის თუ როგორ შეიძლება ამ სიღარიბის ჭაობიდან ამოვიდეს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო 14 წლის განმავლობაში უფრო და უფრო ღრმად ჩაფლო ეს ქვეყანა. ეს არის არხი უმრავლესობა და გადაცემა პროპაგანდის პირისპირ. მე ვარ მის წამყვანი თეონა ბაღდავაძე და აუცილებლად დაელოდეთ ჩვენ შემდეგ ეპიზოდებს.